სოდვა გამხელილი სჯობს. მე მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსი ვიყავი მაგალითად 2007-ში 8-ში სხვათა შორის მორატორიუმი გამოვაცხადე, ანუ ენას კბილი დავაჭირე. ვის აგვისტოდან, მოდი ასე ვიტყვი, იმ საშინელი პერიოდიდან, იმ საშინელი დღეებიდან დაახლოებით 1 წელი. მე ვთქვა 2009-დან 2010, 11, 12 სულ ვაკრიტიკებდი მიხეილ სააკაშვილს. მაგრამ სოდვა გამხელილი სჯობს და ბოლო პერიოდში მას შემდეგ რაც ის პატიმარია და აი პატიმრობის ბოლო პერიოდში როდესაც კითხულობ ხოლმე მის ცალკეულ მოსაზრებებს გეოპოლიტიკურ საკითხებზე მიხეილ სააკაშვილი მე აღმაფრთოვანებს გულახდილად ვიტყვი. იმიტომ რომ როდესაც ზუმაუთ საკეთებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ წვრილმანდება რაღაც გარკვეულ შემთხვევებში წვრილმანდება ხოლმე და ხშირად უფრო ხშირად ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი არის შეუდარებელი. მიხეილ სააკაშვილი არის სწორი, აბსოლუტურად სწორი გზავნილების საზოგადოებისათვის მიმწოდებელი გამცნობი, ავტორი. ლაპარაკობს რა შავ ზღვაზე, ლაპარაკობს რა უკრაინის წინააღმდეგობაზე, უკრაინის გამარჯვებაზე, ზელენსკიზე, ტრამპზე, შეერთებულ შტატებზე, ევროპაზე, საქართველოს როლზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რეგიონზე ფართო გაგებით, რეგიონზე ვიწრო გაგებით, მნიშვნელობა არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის ყოველი 10 საჯარო ამგვარი სტატუსიდან მე ვეთანხმები, ეხლა 12-ს ხო ვერ დავეთანხმები და 10-ს კი ნამდვილად ვეთანხმები, ანუ 10-დან 10-ს. აკი ამიტომაც ცოდვა გამხელილი სჯობს და მე ამ ალბათ 2 ან 3 კვირი შეიძლება 1 თვის წინ თქვი ვიდეო ბლოგში თუ არ ვწდები და საჯარო სტატუსში კი ნამდვილად რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მაგარი პოლიტიკოსი მეთქი. სწორი პოლიტიკოსი მეთქი და აი ამ ორ ტრიალში რომელშიც ვართ ჩვენ ყველანი მოხვედრილნი ვინიც ის და ყველაზე უფრო კარგი პოლიტიკოსი არის მეთქი. თუმცა იმ ხანადაც ანუ 1 თვის წინ 3 კვირის წინ მე მიხეილ სააკაშვილის ცალკეული პოზიციები და მოსაზრებები არ მომწონდა, როდესაც ის წვრილმანდება ხოლმე გარკვეულ საკითხებზე, გარკვეულ თემებზე და გარკვეულ პიროვნებებამდე, პატივსაცემ პიროვნებებამდე, რაც საკვირველია, მაგრამ მოდი ასე ვიტყვი, დადის და არა ადის. ანუ ჩამოლაბორანტდება ხოლმე მიხეილ სააკაშვილი და კიდევ მისი ეს რაღაც ცოტა გაუგებარი მოყვითალო თითქოს ინგეიჯმენტის გაზრდასაც ცდილობს მოყვითალო რაღაცა ტექსტები, ტრამპი, რაღაც ბანგლადეშელ თუ არ ვცდები ბანგლადეშურ ხარს ახგავს, აბა მე ვისავგავარ. რაღაცა მე და სანდრა, ან მე და რაღაცა სოფო და ხა ლიზა იასკო არ უხსენებია ბოლო პერიოდია, თორე ლიზა იასკოზეც შეუძლია გააკეთოს რაღაც აწეროს რაღაც სტატუსი. აი იმ გვარობები ხო საერთოდ არ მომწონს ეს ყვითელი პასაჟები, მოყვითალო ან ყვითელი სტატუსები, მაგრამ აგრეთვე არ მომწონს, როდესაც გიგა ლევონჯავასთან ჩემი კარგი ურთიერთობის გათვალისწინებით და ის დამიპატივისცემის დადასტურებით ვამბობ, რომ აი გიგა ლევონჯავამ რაღაც ან ვიღაცა კონკრეტულ პერსონებს ეხება, აი მაგალითად გავარებოთ გიგას თავი, მე არ შემხებია, მაგრამ აი მაგალითად ირაკლი ტაბლიაშვილი, ეს ტაბლიაშვილი არ არის, მე პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართავ, მე თქვენთან შედარებით, თქვენ საერთოდ პრეზიდენტი ბრძანდებოდით და ქვეყნის ლიდერობაზე გაქვთ პრეტენზია, მე დაბალ სიმაღლეზე რო დაფრინავს ის ფრინველი ვარ და თქვენ საერთოდ რაღაც ლივინგსტონი ხართ რიჩარდ ბახისა. ხო, ანუ მაღლა და მაღლა დაფრინავს, ზეით და აქედან გამომდინარე, ჩემამდე დაწვრილებულება მაინც არღილს, არაფრის მომტანი არ არის, მაგრამ თქვენ აკეთებს მიშა სააკაშვილი ამას. და ასევე ძალიან არ მომწონს, გულახდილად ლაპარაკობ, როდესაც წარმოაჩენს ხოლმე ისე, თითქოს ის არის ერთადერთი და განუმეორებელი. ანუ თანასწორები ვართ ყველანი, განა არა, მაგრამ აი თავად რაღა ის შექმნელია საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ამ ნაწილისა ისტორიაში უზარმაზარი როლი აქვს. მართლაც უზარმაზარი როლი აქვს. 2003-დან 2012-13 წლამდე ეპოქას, 10 წლიან, 9 წლიან ეპოქას ქვია ალბათ მაინც მიხეილ სააკაშვილის ეპოქა ხო სხვების იყვნენ ცხადია იქ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილია მთავარ შემოქმედი იმ ეპოქისა, იმ კარგი ამბებისა, რომლებიც ხდებოდა, ცუდი ამბების ბევრი ხდებოდა, მაგრამ კარგი რაც ხდებოდა, იმის მთავარ შემოქმედი არის მიხეილ სააკაშვილი
აი ამის გამო წარმოაჩენს ხშირად ისე რომ თითქოს არის სანასწორთა შორის უფრო მაღლა მდგომი პირველი უჩემოდვით იმღერეთა პირი რომელსაც არ უყვარს არ მოსწონს სხვათა წარმატებები და ყველას გამოეკიდება ხოლმე წარმატებები ქმედებები თუ გრებავთ ასე ვიტყვი დასაწუნები ხშირად მაგრამ აი როგორი აროგანტული ტონი აქვს ისიც აროგანტული ან რაღაცა ზემდგომის იერი აქვს და აქედან გამომდინარე ყველა მისა ჩუხანებელია მისეული წარმოდგენით ვინც მას არ ეთანხმებას არასწორი სიტყვა ვინც თავის გზაზეა დამდგარი ეხლა გადავიდეთ კონკრეტულ საკითხზე ნიკა გვარამია ძალიან საკამათო დებულებები გაახმიანა გააჟღერა ფორმულას ეთერში ირაკლი ველიცესთან აფხაზეთთან მიმართებაში მეც აკი გუშინაც თქვი არ მოვიწონე მაინც და მაინც ფაშინიანთან პარალელის გავლება ტრავმებზე ლაპარაკი სომხური საზოგადოების ტრავმებზე ლაპარაკი და ჩვენს ტრავმებზე ლაპარაკი არ მოვიწონე ხაზგასმით ნიკამას ის პრინციპში ვიდეო ბლოგი გამოქვეყნდა ამასთან დაკავშირებით და მე და ნიკას რაღაც ორ სიტყვიანი ასლა გამოსვლა ქონდა კომუნიკაცია Facebook-ის საშუალებით. ნიკა დაუგდე ეს ვიდეო ბლოგი და ვაჩვენე, აღარ გამოხმაურებია მას შემდეგ ფულახტლები თუ ვირკე. საკამათო დებულებები, მაგრამ ნიკა გვარამიამ გააჟღერა კონცეპტუალურად მაინც სწორი, აი ბევრი სწორი მესიჯი. გააჟღერა ჩემი მოსაზრებით. გაახმიანა, გაგვაცნო. მაგალითად ერთ-ერთი არის მესიჯი ამგვარი რომ ჩვენ ომს არ დავიწყებთ აფხაზებისთვის მესიჯია ხაზგასმით ვამბობ აფხაზებისთვის არის ეს მესიჯი რომ ჩვენ ომს არ დავიწყებთ ანუ იგულისხმება რომ მათ წინააღმდეგ არ დავიწყებთ გამოხდნენ სხვა პარტიის შორის წარმომადგენლები გამოხდნენ რომ გამოვიდნენ სხვა პარტიის წარმომადგენლები და მომხრეები უფრო რომლებმაც აიწყეს ნიკა გვარამიას კრიტიკა რომ იცი რა არის ომს როგორ არ დავიწყებთ როდესაც რუსეთი არის შენი ეზობელი შენ ხომ არ იწყებ ომს რუსეთი გახვევს ნიკა გვარამიას არ უგულისხმია წინააღმდეგობის გაწევა რამდენადაც ხვდები რუსეთის ფედერაციისათვის ამ უკანასკნელის შემოსვლის შემოთვლების მორიგის შემოთვლების შემთხვევაში შემდეგ და შემთხვევაში ეს იყო გზავნილი აფხაზებისთვის მე ეს გზავნილი ბოლომდე არ მომწონს გულახდილად გეტყვი მაგრამ იდეაში რასაც ამბობს რომ ჩვენ ომით არ დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს არ თქვენ არ დაგესხმებით თავს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია აფხაზებს არ დავესხმებით. არ მომწონს რატომ, ბარემ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემი მოსაზრებით ჩვენ გარკვეული ერთგვარი სპეცოპერაცია, ანტიტერორისტული ოპერაცია უნდა ჩავატაროთ საჭიროების შემთხვევაში იმ 1-7 თუ 15 მუჭა აფხაზების წინააღმდეგ, აფხაზების ხაზგასმით ვამბობ, რომლებიც მაინც აი ყველაფერი რომ გარკვეული იქნება, მაინც დაიწყებენ ამ სეპარაციას. მაინც ეცდებიან სეპარატისტობას, მაინც ეცდებიან ვითომ და დამოუკიდებელი აფხაზეთის, ან რეალურად კი რუსული აფხაზეთის იდეის გატარებას აფხაზეთის რუსეთში შეტენვას. აი ისინი არიან აფხაზების ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ქართველების და საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დრები. აი მათ წინას გასანეიტრალებად გარდაულა აუცილებელი იქნება ეს ყველაფერი. მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ, კაი ნიკა გვარამია, შეგვიძლია გავაკრიტიკოთ, შეგვიძლია დავხვეწოთ მისი მოსაზრებები, შეგვიძლია შენიშვნები გავუკეთოთ, ვიმსჯელოთ ყოველ შემთხვევაში დისკუსია ამ თემაზე, ყაერთოდ ყველა თემაზე. ჩვენთვის გარდაულად აუცილებელია, როგორ ვაკეთებთ სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, თავდაცვაში, უსაფრთხოებაში, ინფრასტრუქტურაში, თავისი ბევრგან აი რა ვიცი, სამშე ამდენი რუსი რო არის, რას უშვებით, მაშინ როდესაც ხელისუფლებაში მოდიან ქართლოსების დღევანდელი თუ მომავალი მოწინააღმდეგეები. ესეც სამსჯელოა და კარგია რომ ამგვარი დისკუსიები ჭეშმარიტებას კი არ ქადაგებს ნიკა გვარამია. ამგვარი დისკუსიები იხსნება, ანუ გაიხსნას. მიშამ დაუპირისპირა ამ ნიკა გვარამიას, აი უყურეთ მიშას როგორია კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ამაზეს. მიშას აქვს ეს იდეა ფიქსი რომ ის უნდა იყოს ყველაფერი. ის უნდა იყოს მთავართა შორის. სხვა შორის ამას ამბობს მაშინაც კი ეს გამოსჭვივის. როდესაც თითქოს აკეთებს განაცხადს, აქცენტებს სვამს ამგვარს, რომ თითქოს ყველა თანასწორია. აი ყველა თანასწორია, მაგრამ და მრავალწერტილი. მიშა დაუპირისპირდა ნიკა გვარამიას, აუგორეს ნიკა გვარამიას ჩემი მოსაზრებითაც და ობიექტურადაც არასწორი კამპანია. მაგრამ არასწორი კამპანია კიდევ რატო არის იცით, იმიტომ კი არა რომ ნიკა გვარამიას აზრების დაწუნება არ შეიძლება. შეიძლება კამათი მსჯელობა, აკადემიური კამათი, კვალიფიციური კამათი. მიშამ გააკეთა ნიკა გვარამია ხოში თქვა შეცდა, თუმცა მე მგონი რომ არ შეცდა. ეს ერთ ფაშინიანის მომენტია მართლა საკამათო საორჭო. მიშამ გააკეთა მილიტარისტული განცხადებები. აი ეს ერთი მუჭა აფხაზები არა აფხაზთა პატრონებიან,
ჩვენ რაღაც და სულ გამოსჭვივის რომ ომით დავიბრუნებთ აფხაზეთს. კვლავ ვიმეორებ, როდესაც რუსეთი დასუსტდება და აღარ იარსებებს და ვინიც ის და აღარ იარსებებს, ანანაირი ომი არ დაგჭირდება, დაგჭირდება სპეცოპერაცია, ანტიტერორისტული ოპერაცია, სულ მაქსიმუმ ისიც 24 საათი არის, სულ მაქსიმუმ იმ აფხაზების წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზების ნაციონალურ თუნდაც ასე ვიტყვი, ინტერესს შეეწინააღმდეგებიან. 97% აფხაზებისა ქართული სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის გზაზე იქნება და მგარი ან საერთოდ წევრი იქნება, ქართული სახელმწიფოსაკენ პირით მოტრიალდება. ეს არის აპრიორი ასე. აი ეს მილიტარისტული განცხადებები კი რეალურად ასხამს წყალს ქართული ოცნების სისქულზე წყალს, იმიტომ რომ ეს ქართული ოცნება ამბობს, რომ აგე ალტერნატივა არის ომი. და ეს ამის გაკეთება არ შეიძლება. მაგრამ მიშას ხო ამას ვერ გადაარწმუნებ და ვერ გადააჯერებ მიშას, რომელიც მოგწონს, როდესაც ლაპარაკობს გეოპოლიტიკურ საკითხებზე, უკრაინაზე, ევროკავშირზე, ნატოზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ახლო აღმოსავლეთზე, კავკასიის რეგიონზე, ჩინეთზე, შავ ზღვაზე თუ ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ასე ვიწრო საქართველოს ამბებს ეხება, იქ კი მიშა დეკვალიფიცირებული და უაღრესად სუსტია ჩემი მოსაზრებით და არასწორია გარკვეულზე ხშირ შემთხვევაში მომიტევეთ მის მომხრეობა. იმას კი არ ვაკრიტიკებ, რომ მე გიხსნით ჩემეულ მოსაზრებას იზიარებ. კიდევ უფრო არასწორია მიშა სააკაშვილი ჩემი აზრით, როდესაც ახსენებს სწორედ ნიკა გვარამიას კონტექსტში ნიკა გილაურს. მე ნიკა გილაურს დამცველად ახლა ვერ გამოვდგები, ვერანაირად ვერ გამოვდგები. შეიძლება დაუწუნო მას რომელიღაც ეტაპზე ბრძოლიდან ან პროცესიდან გასვლა, ეგრა მაგის პასუხია დაახლოებით ესე იგი 25-ის, როგორც მე ხვდები იანვარ-თებერვლიდან შესაძლოა დაგვიანი პერიოდიდან, მაგრამ ნიკა გილაურს მიედავო იმაში, რომ მან გარისკა და მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას გვეგონა, რომ ქართულ ოცნებას ძალაუფლებას წავართმევდით, ნიკა გილაურსაც ესე ეგონა. გარისკა და შემოიტანა თანხა, რამდენი თანხაც შემოიტანა, მე სხვადასხვა რიცხვი ფიგურირებს 30 მილიონი, 17 მილიონი, 40 მილიონი თუ ასე შემდეგ და გადაიხადა ერთ კოალიციაში ნიკა გვარამია, რომლის ხელმძღვანელიც არის ნიკა გვარამია, ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორი ხელმძღვანელი კი, ორი ლიდერი კი საპატიმროშია, ანუ ბიზნეს საპატიმროში. ხო, მე პერსონალურად ამ მოსაზრებას არ ვიზირებ. მესმის არგუმენტი, რომ ბიზინა ივანიშვილის გარეშე მესმის ხაზგასმით ვამბობ და გარკვეულ შემთხვევებში ვიჯერებ კიდეც, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ვეღარ ვიჯერებ. ბიზინა ივანიშვილის გარეშე ვერ გაჭაჭანდება ვერაფერი აი დამოუკიდებელი ფული ვერ იარსებებს და მამუკა ხაზარაძე რო ხარჯავდა ფულს, ბიზინა ივანიშვილთან შეთანხმებით ხარჯავდა. ანუ მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში შეიძლება იმის ვარაუდი და ის პოზიციის დააჭერა, რომ მამუკა ხაზარაძე პრინციპში მაინც ხარჯავდა ბიზნესთან შეთანხმების გარეშე ფულს. რამდენსაც არის ამიშლობა აქ რაღაც 5 მილიონს პირობითად, ხო? და ნიკა გილაურსო დაიხარჯა ჩვენ შილდარჩის ამოხდებოდა. მე ამასობაში გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება და სტატია და ვიდეო იმასთან დაკავშირებით, ნიკა გილაური როგორ დასაჯა საქართველოს ხელისუფლება. ნიკა გილაური დასაჯა და ნიკა გილაურს წაართვა რაღაც ბინას ადგას, სახლის ადგას, ფეშენებური სახლი. ეხლა ნაცებმა მე დაუპირისპირეს წითლიზე პატრიციმას უდასტურებ ეგრემაგის პასუხი ამას, მაგრამ დაუპირისპირეს რომ იცით რა არის რაღაც ეს სახლი იყიდა მისმა რაღაც ახლობელმა რამიშლობა აქვს აუქციონის ეს სახელმწიფომ გაუყიდა და ეხლა მე იქ რა კომბინაცია დაალაგა ნიკა გილაურმა, რომელსაც უთუოდ შეუძლია კომბინაციების დალაგება, ეს კიდე ცალკე თემაა. შეიძლება მისცა იმ თავის ახლობელს რაღაცა თანხა იმისთვის რომ არ დაეკარგა საბოლოოდ და ვიღაც რუსი უხეშად, ვიღაც რუსი არ შესულიყო. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო იყო რეპრესიული მის მიმართ. და რეპრესიული იყო რასაკვირველია იმის გამო, რომ ნიკა და ირაკლი გილაურებმა შექმნეს ფონდი და ეხმარებოდნენ აი ამ ხელისუფლება ბანდის მიერ დაჯარიმებულებს. ნიკა გილაურს კი არ ვიცა, უბრალოდ მე ხსნი ჩემეულ მოსაზრებას მოგახსნით იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. რეპრესიული, სწორედაც რომ ამის გამო იყო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც დე-ფაქტო ხელისუფლებას უწოდებდა სწორედაც რომ ნიკა გილაური ან ნიკა გილაური ც. მაგრამ ესეც არ არის მნიშვნელოვანი, აი რა საჭიროა საერთოდ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ ცეცხლის გახსნა. თუ ჩვენ ერთის მხრივ ლაპარაკობთ ერთობაზე და ერთობის აუცილებლობაზე, კოალიციაზე და კოალიციის აუცილებლობაზე, ერთიანი ფრონტით ქართული რუსული ოცნების ბიზნეს ძალასთან, ბიზნეს კოშმართან დაპირისპირებაზე, აი ამ პერიოდული ცეცხლის გახსნები და რაღაცა ასე მეჯღანოა შვილობა, რა საჭიროა კარგად არ მისმის.
ხვალ გამოეკიდება უფრო სხვას და ამით ადასტურებს მიხეილ სააკაშვილი რომ თანასწორია, გან არა, მაგრამ თანასწორთა შორის უპირატესია. მოსხოში ასე უნდა რომ იყოს. კიდევ ერთი უხერხულობაა პატიმრების ამბავი. ხა გინდა არ გინდა ელენე და ხოშტარია და ნიკა მელი ამ კოალიციის წევრები არიან. ანუ ერთგვარად შენ კორუფციაში, შენ პოლიტიკურ კორუფციაში, შენ რაღაცა ოლიგარქი გილაურისაგან ფულის აღებაში შენ ედავები ვის პოლიტპატიმრებს ან რატო აყენებს საკუთარ თავს ამ პოლიტხსენებულ და სხვა პოლიტპატიმრებზე მაღლა. კარგად არ მისმის. იმიტომ რომ შენ რაღაც მესამე პრეზიდენტი იყავი და ელენე არ იყო მესამე პრეზიდენტი და არ არის მესამე პრეზიდენტი, გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ელენესთვის არანაკლებ ძიმეა ერთის მხრივ და არანაკლებ უსამართლოა ელენეს პირობითად, რაღაც ნიკას პირობითად და კიდევ რაღაც 100 პატიმრისა, რომლებიც არიან ამ ქვეყანაში. ხო, ამ ოცნების პირობებში. რა შეეხება ნიკა გილაურს თუ რამე შეიძლება დაუწუდო ობიექტური მიგდება. პროცესებიდან გასვლა, ვაღიარებ ამას და ვაამბობ ღიად, მაგრამ ვინიც ის და რატომ იყო ის და როგორ იყო ის იძულებული, ეს არ ვიცი და როგორ მოუჭირა მარწუხები მას და მის ძმას მიწ და ივანიშვილს, მაგრამ ულტიმატუმები, ამდენ თუ გია ალბათ ნიკა ამაზე ილაპარაკებს, ჩემი მოსაზრებით, ჩემი იმედით. ეს ერთი. ნიკას ვერ მიედავები ხოშხოშ ამასწრეს მაგალითად ზურა ჯაფარიძე რომ აი ახალს თხოვდა და კოალიციას თხოვდა პარლამენტში შესვლას, როგორც მე ხვდები და ატო არ უნდა ვენდო ეხა ზურა ჯაფარიძეს ნიკა გვარამიას. არავითარი ამგვარი მოთხოვნა არ ყოფილა, როგორც მე ხვდები. ნიკა გილაურს მოუწონებ ამ რაღაც ფონდის შექმნას, რომელიც დროებით არსებობდა, სამიდრე მარწუხებს მოუჭერდა ხელისუფლებას, რაც დაუწუნო. შეიძლება არის ის, რომ ირაკლი გილაური ნიკას ძმა, რომელიღაც ეტაპზე ეს ძალიან დიდარი კაცი და ნიკა გილაური ირაკლი გილაურთან ერთად არის, ასე ვიტყვი, მაგრამ სწორედ ირაკლი გილაურია რაღაც ძალიან მართველი პირი ამ პროცესებში, როგორც მე ხვდები, შეხვდა ირაკლი გილაური ირაკლი კობახიძეს ჩამოართვეს ხელი და რაღაცეებზე შეთანხმდნენ, ალბათ სწორი სიტყვა. რაღაცეები დაალაგეს, მაგრამ დაალაგეს არა იმიტომ, რომ ნიკა გილაურს თუ ირაკლი გილაურს რაღაც ამ დალაგება უნდოდა, არამედ მარწუხები ბიზნეს ხელისუფლება და ირაკლი კობახიძე მოუჭირეს და იმისთან გამო რომ არ ჩამონგრეოდათ მოდი თქვენ ისწრებათ ასე ვთქვი იმპერია, რომელსაც ისინი მართავენ, რაღაც საინვესტიციო სივრცე და პროექტების სივრცე ეს კომპანიები, მათ შორის საქართველოს ბანკიც ვინიც ის და ხო იმის გამო რომ ეს ყველაფერი არ დანგრეულიყო, მათ დროებითი ზავი გააფორმეს, ესე დავარქმევ თქვენის ნებართვით. დროებითი ზავი გააფორმეს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, ზავი არ ნიშნავს შეთანხმებას, ზავი არ ნიშნავს შერიგებას, ზავი არ ნიშნავს რაღაც ხელისუფლებასთან ერთად თამაშს და ასე შემდეგ, უბრალოდ არ გიხები, არ მეხები და ახლობთ აი ეს ამდენადაც მე ხვდები იყო ეს. თქვენ დაუშვით შეცდომა, როცა დააფინანსეთ გვარამია და ახლობთ ეს იქნებოდა კობახიძის ანუ ბიზნეს მესიჯი, ეს ეთყოდა რომ ვიცით რა არის, ჩვენ დაუშვით თუ არა შეცდომა, ეს ჩვენი საქმეა და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ჩემი ამ ბიზნესების გარადგურებას გაეშვით და მეც გავეშვები პოლიტიკას იმ დონეზე, რა დონეზე პოლიტიკაში ვიხავი. მე ჩართული ირაკლი გილაური, ან ჩართული იყო ჩემი ძმა, ან ჩართული იყო ამ ფონდის შექმნით, ან დაფინანსებით, თუნდაც 30 მილიონი, 40 მილიონი, ეხლა მე ვერ დავიწყებ ეხლა თვალს კაპიკებისა. მიშა სააკაშვილი, მე როგორც ხვდები, გაღიზიანებულია, მათ შორის იმის გამოც, რომ უკვე მეორედ დაეშალა პარტია. ასე უნდა დავარქვა, პირველი დაშლა არის მეორედ მინიმუმ, ეს არის ბოკერიას და ევროპული საქართველოს ასე ერქვა ხო პარტიას. გასვლა პარტიიდან ბევრი გავიდა, სწორედ ზოგი მათგანი დაბრუნდა პარტიაში. ახლა უკვე. ხო, ბოდიში აქვე უნდა ვთქვა, იდავო ნიკა გილაურის ხრიდან თანხების აღებაზე პარტია ახალთან ცოტა არასწორია, ცოტაზე მეტად არასწორია, როცა პარტიაში გყავს დავით კირკიტაძე, აი ჩინური მანქანების პრაქტიკულად ექსკლუზიურად შემომტანი იმ ოფისში სხვათა შორის, რომელიც ეკუთვნოდა აეროპორტის გზაზე ნაციონალურ მოძრაობას, კირკიტაძე ვიყიდა, არ მინდა შემეშალოს და ხა თუ არ ვწდები 9 მილიონად, ანუ ხელისუფლებასთან დალაგებულია დავით კირკიტაძე, ესე ვიკავათ, ესე ვიმსჯელოთ ეხა ჩვენც. ხო თუ გილაური დალაგებულია, მაშინ კირკიტაძეც დალაგებულია. და კი ბატონო, ვიმსჯელოთ კი ბატონო, ესე როგორც კირკიტაძეც უნდა იყოს, აღარ უნდა იყოს პოლიტიკურ ელიტაში ნაციონალური მოძრაობის. შეიძლება არც არის. მაგრამ ნამდვილად არის, ხო, რამაზ ნიკოლაიშვილი ყავს და ყავს კობანაყოფი. რომელთანაც ვასვასებ და ეგნა მაგის პასუხია, ხალხში ძალიან ბევრი პოლიტიკური მოთამაშე. ესეც ფაქტია. და კობანაყოფია იყო ერთგვარი დონორი, ძალიან ბევრი და პოლიტიკურ საბჭოში ეხლაც არის. რატომ არის კობანაყოფიას ესეთი საუკეთესო რეპუტაცია აქვს? ასაკვირველია არა.
მე გეტყვით რომ ბევრად უარესი რეპუტაცია აქვს თუ მაინც და მაინც უარესობაზეა ლაპარაკი ვიდრე საზოგადოებაში მოიწყო ვიდრე ნიკა გიბოდიშეთ ნიკა გილაურს მაგრამ ნიკა ყობანაყოფი აქ ჭირდება დავით გირკიტაძე გჭირდება და იგილაური რაღა იფული არ ჩადო შენთან არ გჭირდება მე არ ვამბობ რომ ნაციონალების ნაწილს შესაძლოა გარკვეული არგუმენტები აქვს ლოგიკა იკითხება მათ მოქმედება მათ რიტორიკაში მაგრამ ამ ცეცხლის გახსნებს რა აზრი აქვს საერთოდ არ მისმის როცა ჩვენ ერთიანობაზე უნდა ვლაპარაკოთ ერთიანობაზე მე საერთოდ ვერ ვიტან ამას კახარიას პარტიას ასე მაგალითად პარტიას პერსონალ კახარიას მაგრამ კახარიასთან ერთიანობაზეც კი შეიძლება ლაპარაკი თუ კახარიას იქნება ის პრინციპები ის ღირებულებები რომლებიც ის მიდგომები რომლებიც კახარიას გაუხსნა ცეცხლი ხო გაუხსნით კი ბატონო მაგრამ ამით დეფრაგმენტაციას ახდენთ ხელა აუჩევლის ლელოს გაუხსნა ცეცხლი მე 30000 ჯერ ვინცის და სააკაშვილზე უფრო ხშირად გამიკრიტიკებია მაგრამ ის ის პრინციპში ხაზარაც ყოველგვარი რაღაც ფული კი არ ამიღია მის კრიტიკაში არამედ გამიკრიტიკებია მამუკა ხაზარაძე ამავდროულად როგორც მამუკა მისის რომ მე ვიყავი რაღაც პირველ 3-ელში თუ 7-ელში თუ 17-ელში ასე მაგალითად ანაკლის სპორტის მხარდამჭერთა შორის სწორედ მამუკას პროექტს გულისხმობს ხოთაშვილის და არაბიშა სააკაშვილის აქ როგორც ფული არ ამიღია მამუკა ხაზარაძისაგან ესეც იცის მამუკამ პრინციპში რა ვიცი ყველაფერი უნდა თქვა ხო და მაგრამ მამუკა გამიკრიტიკებია ამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევებში დღემდე ვერ თანხდებით ვერ შევჯერდით სხვადასხვა პოზიციები გვაქვს მაგრამ მამუკასთან ალიანსიც უნდა ილაპარაკოს ადამიანები ჯერ საქართველოს როა ვიქტორ ყიფიანი შეგვიძლია ვიდაოთ და ვიკაბა და შეეიყავი ბიზნეს ადვოკატი მაგრამ თომას დღეს და ახლა სწორი პოზიციები აქვს და აქვს ბევრ აბეში სწორი პოზიციები მაგრამ გიორგი ტუბასიანს აქვს ძალიან სწორი პოზიცია სურა შარაშინძეს აქვს ძალიან სწორი პოზიცია თვითონ ვიქტორსაც ვალერი ჩეჩელაშვილს აქვს უმაღლეს კლასის დიპლომატია ხო ეხლა რა საჭიროა გახსნა ცეცხლისა აი ეხლა გავანებოთ თავი თედო ჯაფარიძე შეიძლება არ მოგწონდეს თედო ჯაფარიძე შევარდაზის მინისტრს უწოდებდა და ასე შემდეგ. მაგრამ რა საჭირო იყო ამ ერთი თვისი დაახლოებით რაღაცა მაფიოზი თუ კორუმპირებული თუ საბჭოთა თუ რაღაცა უწოდა მიშა სააკაშვილმა თედო ჯაფარიძე. თედო ჯაფარიძე არის ძალიან მაღალი კლასის. და სხვათა შორის ახლა მოცემულ ეტაპზე ბიზნეს მოწინააღმდეგე პირთა შორის ასაკვირველია ახლა მეორე მიზეზის გამო აღარ დავასახელებ ის არის ჭრილში მაგრამ თედო კლასნი უკაცრავად რუსულისთვის ხო ესეთი აღალკვალიფიციური რესურსია რომელიც იცნობს ღევანდელ ადმინისტრაციაშიც კი რაღაც ყოველი ტრამპისა ყოველი რაღაც 10-დან ბუტრი ცხადია მაგრამ 7 და უნდა გამოიყენო ამ დროს თედო გამოიყენო ცუდის ნარი შეიძლება მაგრამ დაეყრდო ენდო კონსულტაცია ქონდეს ამან აიღო და თედო ჯაფარიძის გაუხსნა ცეცხლი კაცო რაც გინდათ ის კედით საბოლოო ჯამში ხო ვერ იმას ვიზავთ ვერ გამოვიკიდებით ეხლა ბევრი ამ ეროვნული ამოცანაა ჩვენს წინაშე მაგრამ რა საჭიროა სულ მუდმივად დესტრუქციის გზით სიარული მე კარგად არ მესმის იგივე მიჩასგან და იგივე თამარა ჩერგულიშვილს ხო როცა უნდა ჩვენ ერთმანეთს უნდა ვეძებდეთ და პოულობდეთ ან ვერ პოულობდეთ მიშა სააკაშვილი სულ ამტკიცებს იმას რომ აი ციტა მომხრია რა მოკლედ ნიკა გილაურს ეწყიდება ჩემს ნაცნობ მეგობრებს ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა გილაურს კონკრეტულად მეუჭერ მხარს არ მიმაჩნია ის ყველაზე გვაქვს შეცდომები დაშვებული არ მიმაჩნია ის ყველაზე შეცდომიანად არც ის არ მიმაჩნია შეცდომად რომ თქვა გადავსვო საკითხი დავამთავრებ აი 2028 წელია ნიკა გილაურმა და მის მასმა რო გადაწყვიტა რომ 40 მილიონი კიდევ ანალოგიური თანხა მიიტანონ პარტია ახალში ამ კოალიციაში ზოგადად ან ფლიერად ოპოზიციაში არ ავიღებთ ფულს შენ ბიზნესთან იყავი გარიგებული ბიზნა გავალებს ეხა რო ჩვენ ფული მოგცეს არ აიღებთ ფულს ნაციებს რომ მოუტანოს აი ვერ მიიტანა კობანაყოფიამ ან კობანაყოფიამაც მიიტანა და ნაცებ მიშა სააკაშვილი არ მოუტრიალდება და არ იტყვის რომ ნიკა გილაური ყველაზე მაგარი პრემიერი ყავდა ვინც კი ყოლიაო რისლადო გურგენიძე და ზურჯვანიაო ნიკა გილაური იყო ყველაზე მაგარიო არ იტყვის მე გეტყვით რომ იტყვის იმიტომ სჭირდება მიშა სააკაშვილს და ეს ბუნებრივიც არის ნაციონალურ მოძრაობას ფინანსური რესურსი არავის არ გაახსენდება წინა ნათქვამი რომ ნიკა გილაური მათეული გაგებით შეკრული იყო ბიზნა ივანიშვილთან არ იყო შეკრული გარისკა 40 მილიონი თუ რამდენიც არის პატარა თანხა ლარი არ არის პატარა თანხა ბიზნესგან დამოუკიდებლად გადადგა ეს ნაბიჯი უბრალოდ ძალიან დიდი მონსტრია ეს ბიზნა ივანიშვილი და აღრჩობს ადამიანებს მე აი მასაც არ ვამბობ აი ბოლომდე რომ ნიკა გილაური და ირაკი გილაური მოხრჩობილები არიან მე მგონია რომ მათ თავდაუსხმელობის ზავი გააფორმეს ახლა ქართულ ოცნებაში კობახიძესთან რომ ჩვენც გავდივარ და არც შეგვაწუხოთ რომ იქნება და გადარჩეთ იმიტომ რომ ბიზნა ივანიშვილი ავერანებს ყველაფერს
და უნდა გავუგოთ ადამიანებს, აი გაგიკვირდება და ეს რამეს ვიტყვი, ხო, უნდა გავუგოთ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც რომელიღაც ეტაპზე თქვა 25 წლის დეკემბერში თუ რა იანვარში გავიდნენ თამაშიდან ერთგვარად. რომლებიც მანამდე გვჭირდება, ის გვჭირდებოდა უხეშად მილიონი რომ გადაიხადა გილაურმა და 5-5000 ლარი რომ გადაუხადა 200 კაცს თუ რამდენი გამოდის. 200 კაცს, ხო? შეიძლება მეც შეიძლება ნაკლებ, შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები. ხო? აი ეს არის სიმართლე. ჩემი მხარდაჭერა ნიკა გილაურს მე ყველას მოუწოდეთ, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილსაც, რომელზეც კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა ლაპარაკობს ის შავ ზღვაზე უკრაინაზე თუ რაღაც შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, ის მომწონს აღმაფრთოვანებს, მაგრამ ყველას მოუწოდებ, რომ ხალხო დავყენდეთ. ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას ჩვენ სინამდვილეში და ჩვენ კიდევ ლაპარაკობთ აი რაღაც ისეთი მართლა სოლომონ მეჯღანოვაშვილურად ერთი და მეორე ძალიან ვადაბლებთ დისკუსიის დონეს. ამომრჩეველს ეს არ სჭირდება, ამომრჩეველს სჭირდება კაფიო პასუხები კითხვებზე, რას შვებით ხვალ. უკვალური მნიშვნელობით, პირდაპირ მნიშვნელობით ხვალ. ამაზე პასუხი წუხვარ არა აქვს მიხეილ სააკაშვილს. ოსემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში წუხვარ, ამას ვამბობ. და არც რესურსი არ აქვს, იმიტომ რომ მაინც საპატიმროშია კაცი, გარეთ რო იყოს ძალიან კარგი იქნებოდა. პოლიტპატიმარი, ანუ ყველაფერს ვიტყვი ხარ რაღაც ნაკლები შემოტევა იყოს ჩემს წინააღმდეგ. პოლიტპატიმარია, ბიზნეს პატიმარია, ვეთახმები ყველაფერს. არა აქვს მიხეილ სააკაშვილს და ნაკლებად გვაქვს მათ შორის გვარამიასაც თუ გილაურსაც თუ ყველას ჩვენ მეც ხო ნაკლებად გვაქვს პასუხები კითხვებზე რაც ჩვენ არადა რაც გადავაბადებთ პასუხს ამ კითხვაზე მით უფრო მეტად დაგვერხევა და ჩვენ კიდევ წვრილ მანდებით და ვუხსით ეხლა მე რო წამწდენოდე და მეთქო რომ მიშა სააკაშვილო შენი დედავათი ხო არ უნდა მეთქო არც თქვი მე მგონი უბრალოდ ჯანსაღ ფორმატში გავაკრიტიკე ის და ჯანსაღ ფორმატში დაუჭირებ ხარი უფრო ესე ვიტყვი ნიკა გვარამიას ამ პროცესში და ნიკა გილაურს ამავე პროცესში. არ შეიძლება ასე ჩემი ხმა წმენდით დაღოდეს.